მოგესალმებით. ამ ვიდეოში გთავაზობთ 2025 წლის ტარო პროგნოზ ქალწულებისათვის. ნახავთ, როგორ იქნება თქვენთვის ფინანსური მდგომარეობა, სასიყვარულო ცხოვრება და ზოგადი წლის ფონი და ტაროს რჩევა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ფინანსურად თქვენ შეიძლება მოგივიდეთ რაღაც ახალი იდეა, ქალწულებო, რაღაც ახალი ბიზნეს წამოწყება მოიდომოთ, ოღონდ ეს იქნება უფრო იდეის დონეზე, ჩანაფიქრის დონეზე და იმისათვის, რომ ეს ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ. შეიძლება 20-24 წელს იყავით გადაღლილი, იყავით ფიზიკურად, მენტალურად გადაღლილი, ძალიან ბევრი საფიქრალი ქონდათ და იმისათვის, რომ ახალი ენერგია, ახალი ფიქრი, ახალი იდეა შემოვიდეს, საჭიროა თქვენ თავს მისცეთ აი ამ ყველაფრის შანსი. ამისათვის კი ტაროს რჩევა იქნება, რომ უბრალოდ დაისვენოთ. ცოტა ხანი არაფერი არ აკეთოთ. იმედიტიროთ, დაისვენოთ, აღედგინოთ ძალები და აი ამ დასვენების პროცესში თქვენში უფრო გამოიკვეთება ეს ახალი იდეები, ახალი ფიქრები და აი ამის მერე უკვე თქვენ დაიწყებთ ქმედებას, გადახვალთ ქმედებაზე და ეს თქვენი ჩანაფიქრი, ეს თქვენი შრომა უკვე ნელ-ნელა ნაყოფს გამოიღებს. შეიძლება თქვენ დაიწყოთ რაღაცა ახალი ხელსაქმე, ან თუნდაც ძველს მიუბრუნდეთ, რაღაცა ისეთი გააკეთოთ, რაც თქვენ უკვე კარგად იცით, რაც თქვენ უკვე რაღაც დონეზე კარგად გამოვდით, მაგრამ მანამდე როგორც უკვე გითხარით, საჭიროა დაისვენოთ, აღედგინოთ ძალები და შემდეგ უკვე თვალნათლივ შედეგს გამოიღებს თქვენი საქმიანობა. მაყოფილი იქნებით ფინანსებით და მიღწეული შედეგებით. თქვენ თითქოს რაღაცას ხელით ქმნით რაღაცას აწარმოებთ, რაღაცას ან საამქრო გაქვთ, ან ხელსაქმე გაქვთ, ან რაღაცა სტარტაპი ხართ, რაღაცას აწარმოებთ, ან ინდმე წარმოხართ, რაღაცას თავად ქმნით, თქვენ თავისთვის მუშაობთ. შეიძლება სხვაზეც მუშაობდეთ, მაგრამ თითქმის უკვე პროფესიონალი ხართ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ და თქვენ თავად დებთ აი ამ ყველაფერში ძალისხმევას, ფიზიკურად შრომობთ, ასე ვთქვათ, თქვენი ბიზნესკენ და შემოსავალიც ამ მიმართულებით გაქვთ. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობას, შესაძლებელია იყოს ისეთი მდგომარეობა, რომ რაღაცა არჩევანის წინაშე დადგეთ ან თქვენ, ან თქვენი პარტნიორი. შესაძლებელია იყოს ისეთი სიტუაცია, რომ ორ პარტნიორს შორის მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება, ორ ადამიანს შორის მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება, შესაძლებელია ადგილი გქონდეს სასიყვარულო სამკუთხედს, ოღონდ რასაკვირველია ეს ცალსახად და ყველასთან ესე არ რეზონირდება, უბრალოდ ამის ალბათობა არსებობს. შესაძლებელია ორი ადამიანი გეფლირტავებოდეთ, ორ ადამიანს ეფლირტავებოდეთ, რაღაცა ესეთი მომენტი გქონდეთ, რაღაცა არჩევანის წინაშე დადგეთ, სიტყვაზე ძველ ადამიანთან, ძველ პარტნიორთან აღადგინოთ ურთიერთობა თუ ახალი გყავდეთ, ახალი ობიექტი იყოს თქვენ ცხოვრებაში და ამასთან გააგრძელოთ ურთიერთობა. აი ესეთი არჩევანის შემდეგ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას და თითქოს აირჩევთ ადამიანს, რომელიც უფრო მეტად არის თითქოს უფრო წყნარი, უფრო მშვიდია, უფრო ლოგიკური და თანმიმდევრულია. თქვენ რაღაცა სიახლისკენ წახვალთ, რაღაცას, რაც არ იყო თქვენთვის სიკეთის მომტანი, დატოვებთ წარსულში, ანუ ვიღაცას, ანუ იმ ურთიერთობას, რომელიც რაც ეკითხვის ნიშნებთან ასოცირდებოდა თქვენთვის, ცოტა უფრო ბობოქარი იყო, ცოტა უფრო ტოქსიკური იყო, ცოტა უფრო ზედმეტად აქტიური იყო, აი ამას წარსულში დატოვებთ და გადადიხართ რაღაც ახალში. ეს შეიძლება ფიზიკურადაც ნიშნავდეს გადაადგილებას, გადახვიდეთ ამ ადამიანთან საცხოვრებლად, ან ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში გადახვიდეთ საცხოვრებლად, აი პარტნიორთან გადაცხოვრების მიზნით, ანუ ეს სიყვარულთან დაკავშირებული გადაადგილება იქნება, ან ეს ალეგორიული გადაადგილება, თქვათ, ერთი ურთიერთობიდან გადახვალთ მეორე ურთიერთობაში. უფრო აქტიური ბობოქარი ცხოვრებიდან უფრო წყნარ ცხოვრებას მიანიჭებთ უპირატესობას. და ზოგად ფონს რაც შეეხება თქვენი ემოციური მდგომარეობით, იქნებით კმაყოფილი, თავს იგრძნობთ, ესე ვთქვათ, პრინცესად, დედოფლად, პატარა გოგოთ, რომელზეც ზრუნავენ, რომელიც ცხოვრება სასიამოვნო მოვლენებით, სასიამოვნო ამბებით და
კარგი იქნება თუ იქნებით სამართლიანი და სამართლიან შეაფასეთ მოვლენებს. ან ეს შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ ფიზიკურად რაღაც სასამართლო პროცესიც კი გაიმართოს თქვენს ცხოვრებაში. ეს სასამართლო პროცესი შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენს პირად ცხოვრებასთან. აი როგორც გითხარით, რომ შეიძლება იყოს რაღაც სასიყვარულო სამკუთხედი, შეიძლება ეს იყოს იგივე განქორწინება, ან სასამართლო პროცესი დაკავშირებული აი ამ პირად ცხოვრებასთან და პირად საქმესთან. თქვენ იმ შემთხვევაში, თუ ეს სასამართლო იქნება თქვენ და სასიკეთო დასრულდება, თქვენ იქნებით კმაყოფილი მატერიალურად პირველ რიგში ამ შედეგით, ან თუ ეს პირდაპირ არ ნიშნავს სასამართლოს, რჩევა იქნება, რომ ძალიან სამართლიანი იყოთ აი ამ სიტუაციაში, ისე როგორც არის უზენაესი სამართლიანად, როგორც გადაწყვიტავდა თქვა სამყარო, აი ესეთი თვალით უნდა შეხედოთ, მესამე თვალით ზემოდან უნდა შეხედოთ სიტუაციას და რაც შეიძლება სამართლიანად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და არ უნდა იყოთ სუბიექტური. ასეთ შემთხვევაში თქვენთვის სასიკეთოდ დამთავრდება ყველანაირი დავა, ეს პირადთან იქნება დაკავშირებული თუ სხვა მოვლენებთან, სასიკეთოდ დამთავრდება, იქნებით კმაყოფილი, ბედნიერი მიღებული შედეგით და როგორც უკვე გითხარით, ეს შედეგი უფრო მატერიალური სახით იქნება, შეიძლება იყოს გვიან შემოდგომას, აი როგორც ეს ქალბატონი ლამაზად, კომფორტულად ზის, ძალიან ესეთი დიდრულად გამოიყურება თავის აი შემოდგომას ის და თავის ასე ვთქვათ სურსათ სანავაგეს ითვლის, მოსავალს ითვლის და ეს არის ძალიან ბარაქიანი ხვავის ბარაქის გამრავლების ნაყოფიერების კარტი, რაც ასევე შესაძლებელია ნიშნავდეს პირდაპირ ნაყოფიერებასაც თქვენ შემთხვევაში, ხო, გააჩნია ვისა როგორ რეზონირდება. მოკლედ, საბოლოო ჯამში კმაყოფილი იქნებით, ძალიან სასიამოვნო წელი გელოდებათ ქალწულებს. დიდი მადლობა. აბა დროებით გემშვიდობებით.